მოგესალმებით ჩვენის პროტოკოლის მე-10 ეპიზოდში. როგორც უკვე ნახეთ, ჩვენ ვესტუმრეთ ლიკას მშობლიურ მხარეს ლეჩხუმს. კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია ბელგიური სპორტული დანამატების ბრენდი QNT, რომლის შეძენასაც შეძლებთ ავერსის ნებისმიერ ფილიალში და ასევე Vortex Fitness. ლეჩხუმი ბევრისთვის საკმაოდ უცნობი არის და მეც პირველად. შესაბამისად, ხო, შენც პირველად, ანუ ჩემი ბევრი მეგობარი ჩემს გამოიყო აქ პირველად და ყველა აქტოვანებულია და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეყურებელიც მართლა ისე ამოვნეს და გაუჩნდება სურვილი, რომ ჩამოვიდეს და ნახოს ეს პატარა კუთხე, რომელიც რა ვიცი, დიდი სიყვარულით მიიღებს აუცილებლად ყველას. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ლაილაში და ანუ ფაქტი რატომაც გადავწყვეტე, რომ ამ ადგილიდან დამეწყო ლეჩხუმის გაცნობა, იმას უკავშირდება, რომ ეს არის ერთ-ერთი უძველესი სოფელი ლეჩხუმში და არა მარტო ლეჩხუმში, საკმაოდ ბევრი ისტორიული რაღაც იმალება ამ სოფლის უკან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ჩემთვის ლეჩხუმლებისთვის დამახასიათებელი არის ის, რომ ამ პატარა სოფელში, ანუ ავით, საკმაოდ პატარა სოფელია, ერთად ცხოვრობდნენ 4 თუ 5 ერის წარმომადგენლები, ებრაელები, ქართველები, სომხები, ბერძნები და რომ გამოვიარეთ, ანუ იქ შევამჩნიეთ რაღაც სინაგოგა, იქ სომხური ეკლესია და რაღაცნაირად იმდენად ერთად კარგად თანაარსებობდნენ, რომ ეგ აჩვენებს იმას, თუ რამდენად სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, რამდენად გამგებიანი ხალხი ვართ და რამდენად შეგვიძლია, რომ ყველა ადამიანისთვის რაღაც ჩვენი კუთხე გახდეს საყვარელი და მნიშვნელოვანი და ნუ აღარ ვლაპარაკობ იმ ხედებზე და იმ ბუნებაზე, რაც გვაქვს, ამას უეჭველი ნახავს უკვე ჩვენი მაყურებელით და მინდოდა, რომ ეს პატარა ადგილი რაღაცნაირად გახდეს ჩვენი ლეჩხუმური მოგზაურობის საწყისი და აქედან დავიწყოთ. თავარი მიზანი იყო, რომ ლიკას კუთხე გაგვეცნო მაყურებლისთვის და პირველ რიგში ჩემთვის, იმიტომ რომ ნამყოფი არ ვარ. ხო და რა შთაბეჭდილებები გაქვს? შთაბეჭდილებები მაქვს ისეთი, რომ აქ ვინც წამოვა, უნდა წამოვიდეს უფრო მეტი ხნით, რომ ლოკაციებზე გაჩერდეს. არასტაბილური ამინდია აქ და იმისთვის, რომ მთლიანად შეიგრძნო ბუნება, ჩემი პერსპექტივით, რამოდენიმე დღე უნდა დაუთმო, იმიტომ რომ რაც არ უნდა დიდი ხანი დაელოდო მომენტს, მაინც სვალებადი ამინდები არის და ბოლომდე ვერ შეიგრძნოთ ერთი დღით რა. პლუს ყველაზე მეტად რაც მომეტოსონა ლოკაციებს რო თავი დავანებოთ. არის სტუმართმოყვარეობა, ძალიან უყვართ აქ ეს ჭამე, დალიე, დავსხდეთ იმის თქმა სიყვარულის გამოხატვა. რამდენი ადამიანი შეგვხვდა, ყველა რაღაც ეგრე რომ აი რამეში ხوار დაგეხმარო, როგორ ხო, ანუ ყველა ეგეთი იყო რა. ანუ მართლა ისეთი კუთხეა, რომ მისთვის რო არ კონდეს ადამიანს რაღაცა, ის სტუმარი თუ დაინახა, მაინც საიდანღაც რაღაცას გააჩენს და ეცდება რომ მართლა გულით იმას პიზოს ბოლომდე დაგეხმაროს და არავი არ ყოფილა მართლა შემთხვევა, რომ რავი ადამიანი ვინმე ან უსახლკარო ან ისე დარჩენილი ეპოვას და თუნდაც არ შეეფარებინოს ან რაღაც ეგეთი და მაგის გარდა კიდე ალბათ იმას ვიტყვი, რომ ანუ ლეჩხუმში უფრო მეტად სანახავი შენს აღნიშნე, რომ აი ბუნების რაღაც ხელუხლებელი უნიკალური ადგილები, ანუ მეტნაკლებად დარჩენილი არის ავთენტური სახით და შესაბამისად, ანუ ვისაც უყვარს რაღაც ჰაიკინგი, ბუნებასთან სიახლოვე, მგონია რომ სასწაულად მოეწონება. საერთაშორისოებზე ვიყავით და მგონი მსგავსი საქართველოში ნამდვილად არ არის. აქეთ რაჩხოს ჩვენ ჩვერზე ვიყავით და მე მგონი რომ ეგეც რაღაც პატარა ნიაგარასავით არის. ქვამნის მთა კი ვერ ვნახეთ ისე ბოლომდე, მაგრამ მაგაზე გამახსოვს რა თქვი რომ აუცილებლად დაბრუნდები და მაგაზე დაბრუნდები კი. სხვათა შორის ქვამნის ის კადრიც მინდა რომ ვაჩვენოთ, დრონი როგორ ავაფრინეთ მისი ცენტრისგან და არაფერი არ ჩანდა. მთელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ადგილი და იდუმალებით მოცული მთა არის იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი ლეგენდაც უკავშირდება. როგორც რაღაც ისტორიულ ფაქტებსაც აკავშირებენ, ასევე რაღაც
მითოსთანაც არის დაკავშირებული იქ რაღაც კლდეზე მიჯაჭვული პრომეთეო, რაღაც ადამიანის სახე, იქ დრაკონი, რომელიც ხო დაახლოებით აქმადი არის რა. ხო და მაგის გარდა ნუ თამარ მეფის განძსაც უკავშირებენ და შეიძლება ეხა მართლა თამარ მეფის განძი ვერ იპოვოთ, მაგრამ და მაგის საპონელად თუ წამოხვალთ, არ ვიცი შეიძლება ეგეც ნახოთ, მაგრამ თუ თამარ მეფის განძს ვერ იპოვით, ან დამერწმუნდეთ ისეთი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებით, რომ მაგ განძზე უფრო მეტად ბევრს მიიღებთ რა. საბოლოო ჯამში ყველას ვეტყოდი, რომ თავარი მიზანი რაც იყო ლეჩხუმი გაგვესმა აუდიტორიისთვის გამოგვივიდა. მადლობა ყველა ლეჩხუმელს, ვინც ყურებს ამას, იმისთვის რომ ესეთივად დაგხვდნენ. ეხლა გადავალთ ვარჯიშის კადრებზე და იქამდე ყველას შეგახსენებთ და კიდევ ერთხელ გითხრით, რომ აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ ლეჩხუმში. შევხედოთ ციფრებს და ვიზუალს. ლიკას წონა 57 კილოგრამს უახლოვდება. ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ მისი სხეულის არქიტექტურა საგრძნობლად შეიცვალა. წინა ეპიზოდში ვახსენეთ, რომ პროცესი შენელდა, თუმცა მენტალურმა გადატვირთვამ, ბუნებაში დასვენებამ, კორტიზოლის დაწევამ შედეგი გამოიღო და პროცესი ისევ რელსებს დაუბრუნდა. დეკომპოზიცია ჩვეულის სიჩქარით მიდის. ეს ჩაიტანი და არა ეს. კაი. მიდი ჩაჯიქი. კარგია. ისე 20 კილოიანი ის მომიტანე. ვერ დაიჭერ წელით, თორემ მე ხო იცი 25-ზეც არ მაქვს პრობლემა. მიდი, კარგად ჩადი. აი ეს მხრები, აი აქ ხო გაჩერებული და ესი აღარ წაიღო. უბრალოდ სადაც არის, მანდ გაასწორე. ეხა RDL-ს აკეთებს არასწორად. მიდი. კომპლექსებში ცოტა კომპლექსური რაღაცები მიჭირს. წელი გაასწორე. კარგია. ზურგის ეს კანტებს ხედავთ. მე ვარ ხელოვნების შემქმნელი. ახლა კი გადავიდეთ თემაზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი კუნთის მასის შენარჩუნებისთვის, ამინომჟავები. რა არის ამინომჟავა? მარტივად რომ აგიხსნათ, თუ ჩვენი კუნთი არის აგურის სახლი, მაშინ ცილა იქნება აგურის კედელი, ხოლო ამინომჟავები ის აგურები, რომლითაც ის აშენდა. როდესაც საკვებიდან ცილას მიიღებთ, ჩვენი სხეული მას დაშლის ამინომჟავებად და ისინი მიემართებიან დაზიანებული კუნთოვანი ბოჭკოებისკენ აღდგენისთვის. მეცნიერება განასხვავებს შეცვლად და შეუცვლელ ამინომჟავებს. შეუცვლელია ის 9 ამინომჟავა, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს. აქედან გამომდინარე, ისინი უნდა მივიღოთ აუცილებლად საკვებიდან ან დანამატებიდან. ესეთი დანამატები კი არის BCAA და EAA. ეხლა რასაც შვები ამ ვარჯიშზე შენ არაფერის შეცვლა არ სჭირდება, შვები იდეალური ფორმით, კონცენტრირებულად და წონასაც აკონტროლებ. კარგია. ანუ ერთ გვერდზე ყავს ერთი მოსწავლე ჩამოწერილი თუ ეგ როგორ აქვს დამენეჯმენტებული. აქეთ სახელი და გვარელი, აქ წონები და აქეთ ვარჯიშები. დღევანდელი განსახილველი პროდუქტი კი ლოგიკურად არის QNT-ის ამინომჟავების კომპლექტი, კერძოდ კი ბეცია. ბეცია შედგება 3 შეუცვლელი ამინომჟავისგან: იზოლიცინი, ლიცინი და ვალინი. და რატო გირჩევთ ამ თხევად ფორმულას? პირველ რიგში მისი სწრაფი ათვისების გამო და მეორე რიგში ზედმეტად კომფორტულია, შეგიძლიათ ვარჯიშის პროცესში წყალთან გახსნათ და ისე მიირთვით. როგორ მუშაობს ბეცია? როგორც ბიოქიმიური ჩამრთველი. მარტივად რო აგიხსნათ, აჩქარებს ცილის სინთეზს და აპაუზებს კუნთის დაშლის პროცესს. კვლევებმა დაადასტურა, რომ სწორი რაოდენობით ამინომჟავების მიღება კალორიული დეფიციტის, ან შავ კუნთოვან მასაზე მუშაობის დროს ამცირებს კუნთის ტკივილს
და ასევე გვინარჩუნებს კუნთის მასას. მე კი შეგახსენებთ, რომ Q&A-ის ნებისმიერი დანამატი შეგიძლიათ შეიძინოთ AWS-ის ნებისმიერ ფილიალში. ხა გადავიდეთ ამაზე. ეგ არის. კარგია. ხელი უნდა დავახმარო. დაახმარე, არ არის პრობლემა. იმ ხელა წონა დავუმატე, რომ ეგ არის. ხა გადავიდეთ ამაზე. აუ, 45 პირდა. ეგ არის, კი. ხლები გამართე. აი ეგრე რომ საჯდომზე წამოვიდეს დატვირთვა. კარგია. ოჩა. იგი კარგია. ეგ არის. დასრულდი? შენ გახსოვს რა მითხარი? რა? ისე გავარჯიშე, ფეხზე სიარული აღარ შეგეწოსო და იმაზე ძლიერი რო ხარ, ვიდრე გიგონა, მეგონა აღიარებ, მაგრამ მაღალ წონებზე რო არ მომყვები, ეგ ვიცით ხარ. აი რა წონებზე არ მოყვები? ჩაჯდომებზე ჩვენ მაგალითად არავსულ ვართ 100-ზე ზემოთ. 100-ზე ზემოთ რა წონზე კიდეც ავიდე? არავსულ ვართ. ხო და ეგ არის ის წონები, რომელიც მოკკლავს იდეაში. ჩვენი 90-დღიანი მარათონი ფინიშის ხაზამდე მივიდა. შემდეგი ეპიზოდი იქნება ლიკას განვლილი 3 თვის შეჯამება. შედეგები, ციფრები და პროექტის ბოლო ვიდეო. მოგლით შეხვედრამდე.